მაშინ, როდესაც სამხრეთი აფრიკის სავანებში გვალვა ძლიერდება, დასავლეთ სანაპიროზე სიცოცხლის მომტანი ნისლი უკან იხევს. აგვისტოში მცენარეებს თეთრლაქებიანი მუხლუხი ესევა. ისინი პირის ჩასატკბარუნებლად ყოველწლიურად თავიანთი მასპინძელი მცენარის ფოთლებზე იბუდებენ. მამრები პეპლებად გარდაისახებიან. დიდ და ლამაზ ფრთებს დაიმშვენებენ. მაგრამ ამ მდედრს სულ სხვა მომავალი ელის. ის ხეულს შვილების გამოსაკვებად სწირავს. მას არასოდეს გაეზრდება ფრთები და ფეხებიც ძალიან პატარა დარჩება. მას არასოდეს ექნება თავი და ულვაშები. და ის არასოდეს დატოვებს თავის ჭუპრს. მას სხვა მისია აქვს. მამრები დასაწყვილებლად მდედრს დაეძებენ. მერე კი დაახლოებით 100 კვერცხს დადებს. კვერცხის დადება მას შეიწირავს. კაცრი ზაფხულისა და ნესტიანი ზამთრის განმავლობაში კვერცხები მის მოკუნტულ სხეულში იქნება დამალული. გამოჩეკვამდე ისინი ფოთლებს შეჭამენ და ნისლის საფარქვეშ ისევ გამრავლდებიან. მამრი აფრიკული პინგვინი, რომელმაც სამხრეთ ატლანტის ოკეანეში იმოგზაურა, ალგოას ყურეში ბრუნდება. ის კაფშიებზე სანადიროდ ნაპირიდან 20 კილომეტრის სიღრმეში იყო შესული. მამრი პირდაპირ მეწყვილესკენ მიემართება. მას პინგვინებისთვის დამახასიათებელი მისალმებით ღუღუნით ეგებებიან. წყვილს საკუთარი განმასხვავებელი ნიშანი აქვს, რომელიც საშუალებას აძლევს დიდ კოლონიაში ერთმანეთი იპოვონ. გამოცდილი მშობლისთვის გამრავლების სეზონი წარმატებული გამოდგა. ამინდმაც ხელი შეუწყო. მათი ორი ბარტყი ახლა 1 თვისაა და მშობლების მოტანილი თევზისა და კალმარის წყალობით ძალას იკრებენ. სწრაფი მისალმების შემდეგ დედა ადგილს უცვლის პარტნიორს და საჭმელად მიდის. მამა ბარტყების დასაცავად რჩება. ახალგაზრდები მამას ნისკარტზე ურტყამენ, ნადავლი რომ გაუზიაროს. მომდევნო თვეებში ბარტყები გაიზრდებიან და ოკეანეში მარტო შეცურავენ. ისინი ზღვაზე 2 წელიწადს გაატარებენ. მერე კი განგურისთვის ისევ ამ კოლონიაში დაბრუნდებიან და საკუთარ მეწყვილეს იპოვიან. ამით შეასრულებენ აფრიკული პინგვინების სასიცოცხლო ციკლს და გადაშენების პირას მყოფ სახეობას გადარჩენაში დაეხმარებიან. სეზონის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ამინდი იცვლება კონტინენტის ყველაზე სამხრეთ წერტილში, კეთილი იმედის კონცხზე. ეს ციკლონების სეზონია. ეს არის თბილი და ნოტიო ჰაერის ინტენსიური აღმავალი დინება, რასაც მოსდევს წყლის ორთქლის კონდენსაცია და უხვი ნალექი. მათთვის, ვისაც მღელვარე ზღვა არ აშინებს, გართობისა და თავის გამოჩენის საუკეთესო შანსია. სერფინგი სელაპებში პოპულარული გასართობია. ისინი ტალღების ძალას თავიანთი სიჩქარისა და სისწრაფის შესამოწმებლად იყენებენ. ეს მათთვის მეტად მნიშვნელოვანია.
სელაპებმა ცურვის საოცარი უნარით უნდა იხელმძღვანელონ, რომ საშინელ მტაცებელს აჯობონ. ამ წყლებში დიდი თეთრი ზვიგენები დაცურავენ და სელაპებზე ნადირობენ. მათთვის გადარჩენის ერთადერთი გზაა ზვიგენს გაასწრონ. ოკეანის ტალღები კი შესანიშნავი სავარჯიშო მოედანია მაღალი სიჩქარით გაქცევაში რომ გაიძაფონ.